პარტიის წევრი პოლიტიკა არც თუ ისე ცუდი ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს ზუსტად პოლიტიკამ შეგვახვედრა 5 წლის წინაც და დღესაც. ხო, მაგრამ რატომ გინდა დღესაც? მე გეტყვით, ჩემს საერთოდ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ხდება რაღაც განსაკუთრებული, რომელიც გეხმარება არჩევანის გაკეთებაში. ჩემთვის პირადად ეს განსაკუთრებული იყო ბატონი დავით უსუფაშვილის ფაქტორი. იმიტომ რომ ეხლა ძალიან არ მინდა რომ ბატონი დავითი გვერდზე და მეუხერხულება, მაგრამ დღეს უნდა ვთქვა, ბევრჯერ აღარ გავიმეორებ, რომ ბატონი დავითი არის ძალიან მძიმეწონიანი ფიგურა ჩვენს პოლიტიკურ დაფაზე. ერთ-ერთი საუკეთესო პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც მოუწია მოღვაწეობა 2 პრეზიდენტის ფონზე და 3 პრემიერ-მინისტრის ფონზე. ეს არ იყო ადვილი. შეკითხვებს უსვავ, თორე ბევრ რამეს შეიძლება გეტყვით. აქედან გამომდინარე, იცით, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად ის ადამიანი, რომელმაც კარგად იცის რა უნდა გააკეთოს. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, ეს არის ფორმირების პროცესში მყოფი გუნდი. სხვათა შორის დღესაც მოვისმინე ტელევიზიით, რომ აი ვინ არის ახალი და იყო ჩამოთვლილი მთელი რიგი გვარები. ხა მე ვამბობ, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ბატონ რეზო შავიშვილთან, ბატონ ვახტანგ ხმალაძესთან, ბატონ კახა შართავასთან, იმიტომ რომ არიან ადამიანები, ხა ჩემთვის პირადად ბატონი რეზო შავიშვილი და ბატონი ვახტანგ ხმალაძე ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი წესიერი ადამიანია, პატიოსანია ადამიანია, მაგრამ მე რას ვიძახ, ჩემთვის ისინი მაგალითად პატიოსნების სიმბოლოები არიან უბრალოდ. ეს პირადად ჩემთვის. ეხლა რაც შეეხება პოლიტიკა, ეს რა თქმა უნდა რთული საქმეა. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მე დღეს შემოვედი პოლიტიკაში და პოლიტიკოსი მქვია. და მე ვფიქრობ, ქვეყანას ამან არ გაუკეთა კარგი საქმე, როდესაც პოლიტიკოსები, იმიტომ რომ ძალიან მომრავლდნენ, ეხლა პოლიტიკოსი, რასაც ნიშნავს, ბატონი დავითია, ქართული პოლიტიკის მეტრი. აი მე რაც შემიძლია გითხრა. და ეხლა შეიძლება 40 წელი ითამაშო ჭადრაკი, ჩემოინგა და ჩიბურდანიძე არ გამოხვიდე, ხო? ასე რომ დიდხანს ყოფნა ეს არაფერს არ ნიშნავს. აქედან გამომდინარე, მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი ჩემ ცხოვრებაში. პირველად ვიღებ მონაწილეობას პარტიის მშენებლობაში, ანუ ჩვენ ერთად ვწყვიტავდით ყველაფერს, სახელიდან დაწყებული, აი ყველაფერს, როგორც შეიძლება შენების მოძრაობას. ეს Facebook-ზე წავიკითხე სხვათა შორის, დავით შენებელი, აღმაშენებელიო ხუმრობები იყო ეხა რასაკვირველია. რა რეაქცია? ამაშენებელი დამძახონ, ვიდრე დამანგრეველი. რა თქმა უნდა. ასე რომ მე ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვხდები ამ ყველაფერს. ჩვენთან არიან არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, ძალიან სერიოზული პროფესიონალების გუნდი და მადლობა ნინო, მოდით ვიდრე გიორგისთან გადავალ, ახალგაზრდები ახსენეთ, ჩემთვის აბსოლუტურად უცხო ადამიანი, პირველად ხვდები მას, ბიზნესმენი ტარიელ ზარა